საყვარელო, როგორ ვიხარია? კეთილი იყოს ჩემი ფეხი. ვაიმე, ვიფიქრე გავუვლით, მოვიკითხავთ ჩვენს ახლად გათხოვილ თანამშრომელს თქო? ჯერ მეგობარი და მერე თანამშრომელი. ხო, ჯერ მეგობარი აბარა. აბა როგორ ხარ, მოგვიყევი ყველაფერი? რა ვიცი, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. კარგად ვარ. კარგად. როგორი ბიჭია? არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. კარგი ბიჭია. ნინი, პირველი ღამე როგორი იყო? რავი. არც კი იცი, საიდან დაიწყო და მერე? ყავს მოგიდუღებთ. ხდალებთ. კარგი. გოგო, რა ჭირს ამას გიყვანსები? მე არ იცი როგორი მორიდებულია. აუ, მე მგონი ჩვენ ძალიან პირდაპირ ვეკითხებით და ჯობია შევაპაროთ და ისე მოვაყოლოთ. კი. აუ, მე იცი რა მიკვირს მართლა. ან სად გაიცნო ეს ბიჭი, ან შეყვარება სად მოასწრო? მთელი დღე სამსახურშია. აი, კარგი რა, ჩვენ ახლა არ გვაინტერესებს ეგ საერთოდ. ჩვენ ის უნდა გავარკვიოთ, რისთვის მოვედით აქ და ვათქმევინოთ, როგორი პირველი ღამე ქონდა. გოგო, ასე ერთი შეხედვით, ეხა ძალიან ჩვეულებრივი პირველი ღამე ქონდა. ნახე, არც სავეჯია დაზიანებული, არც ჭურჭელია დალეწილი, არც. აი, მოიცა. სტანდარტულ პირველ ღამესთან გვაქვს საქმე. ნუ ეხა ვიზია ლაპარაკი. აი, ცოდუა, თან ძალიანაც, ნუ. კაი რა. მოდი. მოდი, ჩემო ლამაზო. გოგოებო. ხა. ეხლა რაღაცას გეტყვით, ოღონდ შემპირდით, რომ არ გაგიჟდებით. აი, გითხარი. პირდებით, რომ არ გაგიჟდებით. გითხარი, თორე გავგიჟდებით. მე და ჩემს ქმარს ხა? პირველი ღამე არ გვქონია. მოიცა. რაღაც ვერ გავიგე. რაღაც ვერ გაიგე? ოჩახ შენ, მე ვერაფერი ვერ გავიგე. ერთი წუთით. ანუ ერთი თვეა გათხოვილი ხარ და პირველი ღამე არ ქონიათ? მოიცა. რა იყო? მორცხვია? არა, მორცხვი არა, უბრალოდ ძალიან დაკავებულია. ნუ, შენით რო არა დაკავებული ფაქტია. კაი რა გველი ხარ. კაი, ერთი წამი ძალიან დაბნეული ვარ მართლა ეხა. ანუ ერთი თვეა დაქორწინდით, პირველი ღამე არ ქონიათ. თქვენ დაქორწინდით თუ უბრალოდ ბინაიქირავეთ ერთად? კაი გოგო, მართლა ისე ამდენი ხანი რა არის, ვერ გავიგე, როგორ ვერ მოიცალა? აი, დილით ერთ სამსახურშია, მერე ღამე ტაქსისტობას ითავსებ. ტაქსაო. კი, ყოველ დღე. ხო და აი, სულ გადარბენაზეა. მე სულ გადარბენაზე თუა 1-2 წუთი აქაც შემოერბინა. 2 წუთი შემოირბინა ერთხელ. მერე უფროსზე იყო გაბრაზებული და მაღაზე ვილაპარაკეთ. აი, მე არ ვიცი რა. ანუ, ესე იგი. არა, ჩვენ კი გავიკითხეთ ეს ბიჭი. ანუ, შენ კი არ გეწყინოს, რომ შენ ზურგს უკან, უბრალოდ ჩვენი ხარ, ხო ხდები, ჩვენი მეგობარი ხარ და როგორც მეგობარი. რო შენთვის კარგი რო გვინდა შენთვის რა, გავიკითხეთ და გვითხრეს რომ ძალიან ისეთი ტრადიციული ოჯახიდან არისო და წინააღმდეგიაო ქორწინებამდე სექსისო კი არა და ამ ურთიერთობისო. ხო, მაგრამ ქორწილის მერეც თუ წინააღმდეგი იქნებოდა რას არ მოვიდგენდი. აი გეყოფა ეხა ჯერ დავამშვიდოთ და მერე. ნი, ჩემო ლამაზო. კაი რა, მართლა რა ისე არ ქონია და ნუ ქონია. რა მოხდა მერე? აი? მე თუ მქონია ჩემ ქმართან ეხა სანთლები რო ამინთო საძინებელში რა. აი ესე ვარდის ფურცლები რო დამიყარა და მე ესე ხელში რო ამიყვანა და საწოლზე რო დამათხლიშა. აი რა ხეირი მერე? ნინი, გოგო, იცი რას ვფიქრობ? აი, კორონას გამო ხო არ გიფრთხილდება ეს 2 მეტრიანი დისტანცია, კონტაქტი რაღაც. არა, კორონა რა შუაშია, უბრალოდ ძალიან დაკავებულია. თან ახალი დაწყებული აქვს მუშაობა და შვებულებაც არ ეკუთვნის 11 თვე. 11 თვე? 11 თვე ესე უნდა იყოთ?
გოგო, შენ ნორმალური ხარ მართლა? ეხლა შეიძლება გავგიჟდე რა. ადექი და დაშორდი ვაფშე რა. როგორ გავგიჟდი ეხლა მართლა რა? დაშორდი. აუ, რო დავშორდე და უცებ მოიცალოს რა ვქნა მერე? კაცრავად ბოდიში. აი არა უშ. ხო ძირფესო. ისურე გავს. მეც მომენატრე. მოენატრებოდა, მაგრამ იქნებოდა. რა? 1 საათი გცალია და მოდიხარ? აუ, იცი? წავალ. არაფერი არა გამიხარდა. მოდი გელოდები. აუ, გოგოებო, არც კი ვიცი საიდან დავიწყო. არ გინდა არაფრის დაწყება, გილოცავ პირდაპირ. აუ, ბოდიში ხო? გოგო, რა ბოდიში უკვე მივდივარ ჩვენ, აი ტაქსი ვიძახებ. ხო. აი მე შენ არაფერზე არ ინერვიულო ეხა ნინი. უბრალოდ ყველაფერი მე დაწყრულებით მოგვიყევი კარგად. აი ტაქსი მოვიდა, რაც უფრო სწრაფად წავალთ, მით უფრო სწრაფად მოგვიყვება ყველა. ხო, საყვარელო. მოხვედი უკვე? რა? გამოძახება ჩვენი корпуსიდან? არაფერი შეება. ჯერ გლდანში, მერე ორთაჭალაში. კარგი ხო, ვეღარ მოხვალ კი, მესმის. ნინი წავედით აბა შენ კარგად მოგვიყევი ყველაფერი. კაცი ბებს. აი, კარგად.